სალამი მოგესალმებით ჩვენ ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები რომელიც ჩაწერილი იქნა 2006 წლის 21 მაისს ლოს-ანჯელესში კალიფორნიის შტატში მადლის სათემოს ეკლესიაში შენაი კითხვა ეხება სახარებების ქრონოლოგიას კონკრეტულად იესოს აღდგომის პერიოდს და ჯეფ ბრაუნს აინტერესებს თუ არის თუ არა განსხვავება და წინააღმდეგობა იოანეს სახარებასა და დანარჩენ სამსახარებას შორის. იცით მათე, მარკოზი, ლუკა ეს სინოპტიკური სახარებებით არის ცნობილი. მაგრამ ასევე იოანეც აღწერს ძალიან ბევრ ფაქტებს სინოპტიკურად და აქაც იოანე ბევრს უთმობს. ჩვენ წავიკითხავთ ორივეს, მათე ავირჩიე მათე და იოანეს და ნახავთ თუ არის იქ რამე განსხვავება და თუ ისინი ერთმანეთს ავსებენ. და რა თქმა უნდა, ოთხივე სახარების ერთად წაკითხვა, სახარების ჰარმონია რაც არის, ძალიან სასარგებლო არის და აუცილებლად საჭიროა რომ შევსება მოხდეს ერთმანეთს და არანაირი წინააღმდეგობა მასში არ არის. მით უმეტეს ლუკა წარმოიდგინეთ არ დასწრები ამოვლენებს და ლუკამ აკრიფა ბევრი რამე თვითმხილველებისაგან, ხო? ასე რომ მოდით მოვუსვენოთ ჯონ მაკარტური როგორ გაცემს პასუხს ჯეფ ბრაუნს. მოგესალმებით, მე მქვია ჯეფ ბრაუნი. გამარჯობა ჯეფ. ჩემი კითხვა ეხება ქრონოლოგიას, მათე, მარკოზი, ლუკა სახარებები და იოანეს. იოანე განსხვავებულად აღწერს აღდგომის შემდეგ პერიოდს. როდესაც გასვოთ მარიამ მაგდალინე მიდის საფლავთან, მათე, მარკოზი, ლუკა სახარებებში და ფიქრობს რომ ცხედარი მოპარულია, მაგრამ მოწაფეებთან დაბრუნებისას ხედავს იესოს. შემდეგ კი პეტრე და იოანე იქ არიან და მიდიან საფლავთან. იოანეს სახარებაში ის მიდის უყვება პეტრეს, იოანეს და მოწაფეებს და იესოს საერთოდ არ უნახავთ. ისინი ბრუნდებიან, გარბიან მის გვერდით და შემდეგ ის მიჰყვება მათ. და შემდეგ ცარიელი საფლავს ხედავენ, მარიამი ხედავს იესოს, რომ ის მებაღია. ვერ ხვდები ამ ქრონოლოგიას, როგორ გავთვალო, როგორ დავალაგო, მაინტერესებთ. თქვენ ხომ არ შეგხვედრიათ იგივე პრობლემა და ჯონ მაკარტური პასუხობს, მაგრამ სანამ გაცემს პასუხს, მოდით წავიკითხოთ ეს ჩვენ თუ რაზეა ლაპარაკი, რომ წარმოდგენა შეგვექნას. აი მათე სახარებაში 28 თავიდან იწყება ეს ბოლო თავში. მოცემული არის, ესე იგი ჯვარცმა და ის თავდება და მერე უკვე დასაფლავების შემდეგ ნახეთ, შაბათი რომ გავიდა, ერთ შაბათის განთიადისას ესე კვირა მოვიდა მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამით სამარხის სანახავად. და დიდი მიწისძვრა მოხდა, რადგან უფლის ანგელოზი ჩამოვიდა ციდან, მივიდა ლოდი გადააგორა და ზედ დაჯდა. შესახედაო მისი ელვასავით იყო და სამოსი მისი თოვლივით სპეტაკი. მისი შიშით შეწრწუდნენ ცველები და მკვდრებივით გახდნენ. ანგელოზმა კი დედაკაცებს მიმართა. ნუ გეშინიათ, ვიცი რომ ჯვარცმული იესოს ეძებთ. აქ არ არის, არამედ აღდგა, როგორც თქვა. მოდით და ნახეთ ის ადგილი, სადაც იწვა. ახლავე წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ მკვდრეთით აღდგა და წინ მიგიძღვებათ გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას. გითხარით თქვენ. ისინი სწრაფად გამოეშურნენ სამარხიდან შიშითა და დიდი სიხარულით, მიირბოდნენ რომ ეცნობებინათ მისი მოწაფეებისათვის. შემოხვდა მათ იესო და უთხრა: გიხაროდეთ, ხოლო ისინი მივიდნენ, ფეხებზე მოეხვნენ და თაყვანისეს მას. მაშინ უთხრა მათ იესო: ნუ გეშინიათ, წადი და უწყეთ ჩემს ძმებს, რომ წავიდნენ გალილეას, იქ მნახავენ. ისინი რომ წავიდნენ, მცოლთაგან ზოგიერთები გაიქცნენ ქალაქში და მღვდელთმარებს აუწყეს ყველაფერი რაც მოხდა. შეიკრიბნენ ისინი უხუცესებთან ერთად, მოითათბირეს და დიდძალი ვერცხლი მისცეს ჯარისკაცებს. უთხრეს: თქვით რომ მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და როცა გეძინათ მოიპარეს იგი. თუ ამ ამბავს გამგებელი გაიგებს, ჩვენ დავწმუნდებით. ჩვენ დავარწმუნეთ მას და უსიამოვნებას აგარიდეთ. მათაც აიღეს ვერცხლი და ისე მოიქცნენ, როგორც დაარიგეს. და დღემდე ასე გავრცელდა ეს ნათქვამი იუდევლებს შორის. 11 მოწაფე კი გალილეას წავიდა, იმ მთაზე იესომ დაუთქვა მათ. ნახეს იგი, თაყვანისცეს ზოგიერთ კი დაეჭდა. მოვიდა მათთან იესო და უთხრა: მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ზეცაში და დედამიწაზე. ამიტომ წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი. მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმინდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე. ამინ. ეხლა ჩემს იმას გიზიარებთ კიდევ და ბატონი ჯონმაც ეგ მასწავლა მე და ბატონ თეოფილესთანაც და ბევრ ქადაგებელსადაც ეს ვისწავლე რომ შეიძლება ზოგი რამე შეგნებულად გამოვტოვო მე როცა ვყვები, იმიტომ რომ ჩემი მიზანი არის
გარკვეულად იესო წარმოაჩინო მათ ეს შემთხვევაში მეფედ და ებრაელებს მიმართავ და გამოუტოვე ისეთი, რომელიც ჩავთვალე რომ უმნიშვნელო იყო და არ გამამახვილე მასე ყურადღება, იმიტომ რომ ახეთ რამდენი რამე გამოტოვებული აქვს და იოანე აღწერს დეტალურად კიდევ იესოსთან დაყოფილ დროსაც. ეხლა წავიკითხავ ჩვენ მაგას, ასე რომ არის შეგნებულად, არის შეიძლება შეუგნებლადაც, რომ ბევრი რამე ვერ აღწერო და გამოგჩეს, ზოგს აქვს ფოტოგრაფიული მეხსიერება და ვერ მოხდეს. ამიტომაც არის 4 სახარება გამოარჩიონ სულიწმიდამ, რომ ესენი ყველანი ერთმანეთს შეავსებენ და უფრო მეტ ინფორმაციას დაგვიტოვონ. ან მოკლედ გადმოვეცი. ფილმი მაგალითად მოვყევი, მე რაც ვნახე და მოკლედ გადმოვეცი, კომპაქტურად გადმოვეცი, ხო? ნახეთ, ბევრნაირად შეიძლება ამისი ახსნა. ახლა მოდით ვნახოთ იოანე. იოანე უკვე მე-20-დან იწყებს და 21 თავი არის იცით, ხო? იოანესი და გადადის 21-იც. მეთქო წავიკითხოთ, რომ ვიცაც არ აქვს წაკითხული, წარმოდგენა შეექმნება უფრო. სანამ ჯონ მაკარტური პასუხს გაცემს. კვირის პირველ დღეს გარიჟრაჟზე, როცა ჯერ კიდევ ბნელოდა, მივიდა, ხა ამან ახსენა კვირის პირველი დღე. ხედავთ, როგორ ახსენა. როცა ჯერ კიდევ ბნელოდა, მივიდა მარიამ მაგდალელის სამარხთან და დაინახა, რომ ლოდით გადაეგორემ სამარხიდან. ხედავთ, მეორე მარიამი აღარ არის ნახსენები აქ. სირბილით მივიდა სიმონ პეტრესა და სხვა მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, იოანეზე ელაპარაკი თავის თავზე ამბობს და უთხრა: "უფალი წაუღიათ სამარხიდან და არ ვიცით სად დაასვენეს." მაშინ გამოვიდნენ პეტრე და სხვა მოწაფე, იგივე იოანე თავის თავზე ამბობს და გაიქცნენ სამარხისაკენ. ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფემ, ანუ იოანემ, გაუსწრო პეტრეს და პირველი მივიდა სამარხთან. დაიხარა და ძირს დატოვებული ტილოები დაინახა, მაგრამ შიგნით არ შესულა. მოვიდა სიმონ პეტრეც, სამარხში შევიდა და დაწყობილი ტილოები დაინახა, ხოლო სუდარა, რომელიც თავზე ჰქონდა შემოხვეული, ტილოებთან არ იყო, არამედ ცალკე იყო დახვეული. მაშინ შევიდა სხვა მოწაფეც, პირველი რომ მივიდა სამარხთან და იხილა და ირწმუნა, იოანე ესე იგი. რადგან ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდნენ წერილიდან, რომ მკვდრეთი თუ დააღმდგარიყო იგი და კვლავ თავ-თავი სახლებში წავიდნენ მოწაფენი. მარიამი კი იდგა სამარხის გარე და ტიროდა. მომტირალი დაიხარა, რომ სამარხში შეეხედა და თეთრებში მსხდომი ორი ანგელოზე, აქ უკვე ორი ანგელოზეა ლაპარაკი. დაინახა ერთი თავით, ხოლო მეორე ფერხთით იმ ადგილას, სადაც იესოს ცხედარი ესვენა. უთხრეს: "დედაკაცო, რატომ სტირი? მიუგო, ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი სად დაასვენეს." ეს რომ თქვა, უკან შებრუნდა და იქვე მდგარი იესო დაინახა, მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო. კითხა იესომ: "დედაკაცო, რატომ სტირი? ვის ეძებ?" მარიამს მებაღე ეგონა და უთხრა: "ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დაასვენე და მე წამოვიღებ." უთხრა იესომ: "მარიამ." შებრუნდა და ებრაულად თქვა: "რაბუნი", როგორც უწოდებენ მოძღვარს. ეუბნება მას იესო: "არ შემეხო, ვინაიდან ჯერ არ ავსულარ მამასთან. წადი და ჩემ ძმებს უთხარი. მე ავდივარ ჩემს მამასთან და თქვენ მამასთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან." მივიდა მარიამ მაგდალელი და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა უფალი და ეს უთხრა მას: იმავე დღეს საღამო ჟამს, კვირის პირველ დღეს იესო იუდეულთა შიშით კარჩაკეთილში მსხდარ მოწაფეებთან მოვიდა. ხედავთ, და მათემ ეს გამოტოვა, ხედავთ, პირდაპირ გალილეის მთაზე შეხვედრაზე იყო ლაპარაკი, ანუ რაღაც კომპაქტურად იყო, ხო, ნათქვამი. შუაში და დადგა და უთხრა მათ: "მშვიდობა თქვენდა." ეს რომ თქვა, ხელები და ფერდი უჩვენა მათ და გაიხარეს მოწაფეებმა უფლის ხილვით. ხელახლა უთხრა მათ იესომ: "მშვიდობა თქვენდა, როგორც მე მომავლინა მამამ, მეც ისე მიგავლენ თქვენ." ეს რომ თქვა, შეუბერა და თქვა: "მიიღეთ სულიწმიდა. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ." თომა 1:12-დან, ეხლა ნახეთ, თომას ეჭვზე არის ლაპარაკი, რომელიც მათემ გაკვრით ახსენა, თუ გახსოვთ იქ, გაკვრით ახსენა. აქ უკვე დეტალურად აღვიწერს იოანე, თუ რა დაემართა თომას. თომა 1:12-დან ტყუპის სალა წოდებული იესოს მოსვლისას არ იყო მათთან. უთხრეს მას დანარჩენა მოწაფეებმა: "ჩვენ ვიხილით უფალი?" მან კი თქვა: "სანამ მის ხელებზე ნალურსმნეს არ ვნახავ და ნალურსმნეში თითს არ ჩავყოფ, მის ფერდში კი ხელს არ ვიწამებ." 8 დღის შემდეგ კვლავ შინ იყვნენ მოწაფენი, თომაც მათთან ერთად იყო, კარჩაკეთილში მოვიდა იესო, შუაში დადგა და თქვა: "მშვიდობა თქვენდა." შემდეგ თომას უთხრა: "გამომიწოდე შენი თითი და ნახე ჩემი ხელები. გამომიწოდე შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი ნუ იქნები, მორწმუნე იყავი." მიუგო თომამ და უთხრა მას: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი." ნახეთ, იესომ რა კარგი რამე შემგვინახა იოანემ. ნახეთ, როგორც მისი დიალოგები, იოანე საოცარია მაგხორი. და ნახეთ რა კარგი რამე არის. უთხრა მას იესომ: "შენ მერწმუნე, შენ მირწმუნე, იმიტომ რომ მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ უნახივარ და მირწმუნეს, ანუ ჩვენ." ნახეთ რა მაგარი რამე, არცეც არ აქვს ეს, ხო, დაფიქსირებული. მოწაფეების წინაშე ბევრი სხვა ნიშანიც მოიმოქმედა იესომ, რაც ამ წიგნში არ დაწერილა. ხედავთ, ნახეთ, ხედავ, კიდევ ესე იგი ნიშნები არის და
გახსოვთ იონე ახლა როგორ დაამთავრებს იმას, რომ ბევრი რამე მოახდინა იესომ, ბევრი რამე. რომ ეს წიგნი ვერ დაიტევდა მაგდეს, ხო? ნახეთ, ესე რომ ძალიან ძნელია ყველაფრის აღწერა. ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე ზეღმერთისა და რათა მორწმუნეებს სიცოცხლე ჰქონდეთ მის სახელში. და 21 თავში გადადის და გახსოვთ ის თევზაობის სცენარი ტიბერიის ზღვაზე აღწერილი, როცა გათენდება პეტრეს დარიგება არის, ხო? გახსოვთ, ხო? და პეტრეს კიდევ დამოწმება, როგორც უარყო ისე დამოწმება, ეს ძალიან დეტალური ისინი აქ აღწერილი. სიმონ ხო გახსოვთ ხომ როცა ეუნება და სამჯერ აღიარებს და შემდეგ არის ესე მთავრდება იესომ პასუხო თუ მსურსო ჩემს სულამდე დარჩეს იგი შენ რამ გამოყე ამიტომ გამოვიდა ეს სიტყვა ძმას შორის რომ არ მოკვდებოდა ნახე ეს მოწაფე ესე იგი იოანეზე ალაპარაკი ეს დეტალების მოქცა ნახეთ ეს არის ის მოწაფე როგორ ამთავრებს უყურეთ ეს არის ის მოწაფე რომელიც ამოწმებს ამას და რომელმაც დაწერა ეს და ვიცით რომ ჭეშმარიტია მისი მოწმობა კიდევ ბევრი სხვაც არის, რაც მოიმოქმედა იესომ. ყველაფერი რომ დაწვრილებით დაწერილიყო. ფიქრობ თვით წუთი სოფელიც კი ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ. ნახეთ ესე იგი რა, რამდენ რამეს მართლაც სამყარო შემოქმედი, ყველას კურნავდა აბსოლუტურად, ყველა რამდენი, მაგრამ აი ღმერთმა რაც ჩათვალა საჭირო სულიწმინდა, ის დაგვიტოვა ამ 4 სახარების მეშვეობით, ხო? და ნახეთ იონემ გამოცხადება და ეს და წერილები იმას გვიქნა სხვა მოციქულებთან ერთად. ეხლა რას ამბობს აქ უკვე ჯონ მაკარტური. რა თქმა უნდა, საუკეთესო დახმარება, რაც შემიძლია მე გაგიწიოთ, არის მათეს სახარების მე-4 ტომის 22 თავის, ესე იგი ჯონ მაკარტურს აქ კომენტარები გაკეთებული ყველაფერზე. და ეს არის ზუსტად რომელსაც ასახელებს 22 თავზე პირველი და მე-15 მუხლების ბოლო ნაწილის კომენტარის მოძიება, სადაც მთელ ამ ქრონოლოგიას მე დეტალურად განვიხილავ. ეს არის იმის ნაწილი, რაც ხდება იქ. ასევე სასწავლო ბიბლიაში არის ეგრეთ წოდებული სახარებების ჰარმონია. სახარების ჰარმონიაში ყველაფერი ეს არის ერთად კარგად მოყვანილი სისტემაში. მე ახლა გავაკეთე ახალ ამერიკულ სტანდარტ ვერსიაზეც სასწავლო ბიბლია და იქაც შეგიძლიათ სახარების ჰარმონია ნახოთ აქ. ჯვარცმაზე, დაკრძალვაზე, აღდგომაზე, მასში ჩამოთვლილია ყველა შესაბამისი მონაკვეთი, რომელიც ჰარმონიაშია მოყვანილი, რომელიც ერთმანეთს ავსებენ. თუ უბრალოდ მიყვებით ამ შესაბამის მონაკვეთებს და წაიკითხავთ კომენტარებს, სასწავლო ბიბლიაში არსებულ სქოლიოებს, თქვენ შეძლებთ ამ ყველა საკითხზე პასუხის მიღებას. ასე რომ რეალური კონფლიქტი მათ შორის არ არსებობს, წინააღმდეგობა დაპირისპირება არ არსებობს. ისინი ერთმანეთს ავსებენ. და ეს არის საოცრად თანმიმდევრული ჩანაწერი, როდესაც ყველაფერი ერთმანეთშია შერწყმული. იმიტომაც არის ბიბლია, ყოველი სიტყვა ღვთისმსულიერი. ასე რომ თუ ამას გააკეთებთ, ეს არის საუკეთესო თქვენი კითხვაზე პასუხის გასაცემად. აღდგომის შესახებ თითქმის ნებისმიერი კომენტარი ამას აკეთებს. ნებისმიერი კარგი კომენტატორი ზუსტად ამ ნაწილებს ერთად აერთიანებს. და ეს არის ის, რაც ძალიან გვსიამოვნებს ჩვენ, როცა ვკითხულობთ ბიბლიას. ჯერ მართალი არ დამიწერია ლუკას შესახებ კომენტარები და არც მარკოზის შესახებ ჩვენ ქადაგები არ ქონია და ჯერ არ მიგვიღწევია კიდევ იოანეს მეორე ტომამდე, ხომ? მარტო მათეს სახარებები გვაქვს ჩვენ უკვე, რომელიც ჩვენ დავამთავრეთ და კომენტარები დაიდო. ასე რომ შეგიძლიათ იქ მოიძიოთ და ეს ყველა წინააღმდეგობა შეარიგოთ თქვენ თავში და დაალაგოთ კარგად ქრონოლოგია. მადლობა კითხვისათვის.